დღეს ჩვენ საკითხი დავსვით ასე, ჩემო ნიკა და ძვირფასო მაყურებლებო. ესე იგი, უნდა გავიგოთ დღეს რა დროს, რა კვლევა და რისი ანალიზი უნდა გავიკეთოთ კონკრეტულად. ანუ, აი, რა სიმპტომი, რისი მანიშნებელია, როგორ გავიგოთ, რას ითხოვს ჩვენი ორგანიზმი, უნდა მოვუსმინოთ ჩვენს ორგანიზმს და ეს ყველაფერი ნუტრიციული გზით ორგანიზმში ბალანსის მიღწევით შესაძლებელია თუ არა და ასე შემდეგ. მე მგონი ძალიან საინტერესო თემა გვექნება. ეს ის თემა, რაც დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან აინტერესებს. ხო, ეს არის თემა, რომელიც ძალიან ფართოა და ჩვენ შევესწრებით, რომ რაღაცა კონკრეტული საკითხები განვიხილოთ დღეს ჩვენს გადაცემაში, იმიტომ რომ ჩავეტიოთ დროში და ამ თემებზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ადამიანი, რომლის სოციალურ ქსელში, რომლის ვიდეოს ალბათ ყველა მე ნანახი მაქვს, ნამდვილად. ძალიან სამწუხაროა, რომ მეხსიერება მაინდა-მაინც ისეთი კარგი არ მაქვს, რომ ყველაფერი დავიმახსოვრო და მე შევასრულო, არც ნებისყოფა და ამის რჩევასაც მივიღებ მე ეჭვი მაქვს დღეს ჩვენთან ეთერში და ჩვენი მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს ამ ადამიანს. არ უნხათ რიყავს დღეს ჩვენ სტუმრად. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ესე ცოცხლად გაგიცანი. მე ძალიან მიხარია რომ ესე ცოცხლად გაგიცანით და დარწმუნებული ვარ, აი ვინც სახლშია ახლა და TV პირველზე აქვს ჩართული თავისი ტელევიზორი, აი რომ გაიგო თქვენი სახელი ალბათ ჩაჯდებოდა და გემრიელად მოусმენს დღევანდელ ჩვენს გადაცემას. ხო, ეხლა აი გადაცემის დასაწყისში არა, ეხლა ცოტა ხნის წინ აღვნიშნე რომ თემა ძალიან ფართოა, ხო მართალია და ეხლა შევეცადოთ რომ რაღაც ესეთი კონკრეტული მიმართულება ავირჩიოთ, რაც ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის და ჩვენც ჩავეტიოთ საეთერო დროში. ალბათ ვიტამინებზე ვისაუბრებთ, ხო, როგორც ვიცი? იმიტომ ვიტამინები და მინერალების დეფიციტში, როცა ადამიანი არის, იქიდან იწყება ბევრი პრობლემები, რომელიც ნელ-ნელა ძალიან ქრონიკული პრობლემებში გადადის. და მე გახდება ეგეთი, რომ ვერ იგონალებს ვერადროს ადამიანი. ხო, ოღონდ მე აი ესე დავსვამ კითხვას, აი როგორ გავიგოთ, რას გთხოვს ორგანიზმი? რა უნდა? ანა რა გვაკლია? კი ვიცი, ანას რა აკლია მაგალითად და მე რა მაკლია, მაგრამ არსებობს რამდენიმე ძირითადი ვიტამინი, ხო, ეს არის A ვიტამინი, B ვიტამინი, C, D, D ვიტამინი უმნიშვნელოვანესი, B ჯგუფი თქვი უკვე, K ვიტამინი, E ვიტამინი, ხო, აი მე მგონი ამ ვიტამინებზე ვისაუბრებთ დღეს. დაახლოებით, სიმპტომები რომ დაითვალო, შეიძლება A ვიტამინიც იგივე სიმპტომია, რომელიც B ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომი, მაგრამ ადამიანმა თან შესაძლებელიც არ არის, რომ სათითო ვიტამინის ნაკლებობა ადამიანმა გასინჯო. არსებობს კონკრეტული სიმპტომები, რომელიც ყველამ უნდა იცოდე. ეხლა როგორც ეძახიან ადამიანი თვითონ არის თავისი სხეულის ანუ იმის ექიმი. რომ აი ძალიან ჯერა მაგის სხვათა შორის მე აძლევს სიმპტომი, პირდაპირ არ მოდის ადამიანს, არს გულის დაავადებები, არავინ არ გიჯდება უცბად. ეს სიმპტომები აძლევს. შეიძლება D ვიტამინია 1-3 თვე ნაკლებობაში წავიდა და ადამიანს დაემართა უკვე ნელ-ნელა ართრიტის პრობლემები. ნუ ის უნდა იცოდე ადამიანმა, რომ უკვე რისი პრობლემა შეიძლება იყოს ამ პატარა ვიტამინი და მინერალის ნაკლებობით. და ხომ არ მიუყვეთ ესე ნელ-ნელა, მე მგონი როგორც ვიცი მონიტორზეც, ხო, გვექნება A ვიტამინით დავიწყოთ. A ვიტამინი როგორც თვალი, ჩვენი თვალებისთვის არის. ადამიანი დაიწყეს ბუნტად ხედვა. მანქანის ტარების დროს საგამოთისკენ უფრო ნაკლებად ბუნტოვანი ხდება მხედველობა, ხო? უფრო კი. და როგორც ეკრანში A ვიტამინის ხედავს, ეხლა უკან რო პიგმენტი რო აძლევს ეს ფერები. ახლა sweet potato ქვია მათ ტკბილი ეს ფერი რო არის. ტკბილი კარტოფილი. კი. ამ ყველაფერში A ვიტამინი შედის. ბულგარული. ძირითადად სტაფილოსფერი და წითელი არის. პიგმენტი ის აძლევს კერატინოიდს. ქვია მაგას და ის პიგმენტი რო აძლევს, აი ეს A ვიტამინია. ეგეთი ყველაფერი. მუქი მწვანე სპენახი და ეს ყველაფერში A ვიტამინი შედის. შეიძლება გულის, გვიძლის და ორგანოების სრული კარგი ფუნქციებისთვისაც იროა A ვიტამინი ჩვენი. ანუ შეიძლება მაყურებელმა თქვას ხმეც გამიელო თავში ამაზე, რომ ნუ აი ხა ამას ხო ისედაც მივირთმევთ, ხო? და რა ვიცი, ხო, ჭამ პომიდორსაც, კარტოფილს, ხო? ტკბილ კარტოფილს. ტკბილ კარტოფილი მიყვარს. ნუ არ არის საჭი რომ მაინდა-მაინც ძვირფასი რაღაცა უნდა ჭამო, რა სეზონურია ეს უნდა მიირთვათ ყოველთვის. სეზონური ხილი და ბოსნეული უფრო კარგია. არ უნდა მოიფიქრო რომ ეხლა სეზონი არ არის, ვაიმე მე ავოკადოს ვჭამ და
ცოტა ხო იცი ფეშენი მოვიდა რაღაცებზე ეს უძვირია და იანვარში მარწყვი პამიდორი და კიტრი რომელიც არის არასეზონური ქილი და ბოსტნეულ ჭამა ჩვენი ანუ მოწინააღმდეგეს ვაკეთებ ჩვენ საწინააღმდეგოს კი ცუდია სეზონური უნდა ჭამოს სეზონი იმიტოა ანუ რასაც გაძლევს ბუნება რა დროს იმ დროს უნდა მიიღო კი იმიტომ თუ საჭირო იქნებოდა ეს თელი 12 თვე იქნებოდა არ არის საჭირო როცა საჭიროა მოდის ციტრუსი მაშინ უნდა მიიღოთ არათელი წელი და გარდა იმისა რომ შეიძლება სარგებელი არ კონდეს არასეზონურ ხილს და ბოსტნეულს ცუდი რა შეიძლება დაგვემართოს პირველი ეს არის რომ არასეზონური სენახვა ყველა მიცი რომ როგორ ინახება ესეთი პირობებში ანუ გაკინულია ან სათბურის პირობებშია რომელიც ვიტამინები ძალიან კარგავს და იმდენად სასარგებლო არ არის ხო, მავნეც არ არის, ახლა. მავნე არ არის, მაგრამ არის. იანვარში მარწყი მოვიდა შეიძლება ვჭამო. მე მაგას ბარი საჭმელს ვეძახი. რომელი საჭმელი მოვიდა მიწაზე, ეხლა მოვიდა მიწაზე სტაფილო, მერე წავიდა კარხანაში, გაერეცხა, მოიხარშა და მერე პაჩკაში შეფუთა და გაკინული მარკეტში დევს. და მერე თუ უხარია ვინმეს რომ მე მაგას კიდე ქელაქლად ვაკეთებ და ვჭამ, ეს მკვდარი საჭმელია. ჩვენი ნაწლავის ბაქტერიებს ეს არ მოსწონს. შეიძლება ნიტრატებითაც იყოს შენახული. მეორე ხარისხის ლაპარაკი. პირველი არის რომ იმათ არ მოსწონს ჩვენი gut bacteria რო ეძახიან. გასაგებია. იმათ არ მოსწონს ეს მკვდარი საჭმელი. სოცხალი საჭმელი მოსწონს იმათ. კაი, ანუ მე დაუბრუნდები ისეთ თემას. სეზონურად, მაგრამ აი ამ ხილს და ბოსტნეულს ვიღებ. კი. მივიღებ საკმარის რაოდენობას დაუშვათ ახლა აი ა ვიტამინს რადგან ახლა ა ვიტამინზე ვლაპარაკობთ კონკრეტულად. კი, საკვებიდან მხოლოდ. ბოსტნეული და ხილი თუ ჭამს, ანუ თუ გაკვებაში ყოველთვის ეს საკმარისია, იმიტომ ა ვიტამინის ნაკლებობა ისე არ არის, ხშირი არ არის, როგორც D ვიტამინი. D ვიტამინი პენდემიის მაგალითად ვლაპარაკობთ. არის ყველას აქვს, ნუ წავიდე გასინჯო, დაბალი იქნება. A ვიტამინი, E ვიტამინის ნაკლებობა ისე საგანგებოდ არ მიდის ადამიანი და უცბად. როცა მიდის ადამიანი ასაკში, ეს კუჭის მჟავა უკვე დაბალია, ჭამს ის საჭმელი, მაგრამ ვერ გადამუშავებს. ანუ იკარგება ნაჭამი საჭმელი და ჩვენი ბაქტერიების საჭმელი არ არის და ის უკვე სუსტია, ვერ წავა სიცხლში. ნაკლებობა. და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? დანამატის ფორმითაც შეიძლება ადამიანი როცა ვერ აკმაყოფილებს, ზოგი ბოსტნეული ამბობს რომ ვერ ვჭამ. ხო. მაშინ ერთი გზა არსებობს, დანამატი არსებობს. მაშინ დანამატი. იმიტომ უნდა მიიღო აუცილებელია. თორე განვითარდება ადამიანის სქედულობა, მერე სათვალე და ეს ნელ-ნელა. ესე იგი, ეს რაც შეეხება A ვიტამინს. ერთ კითხვასაც დავსვარა ბოდიში. დღიური ნორმა რა არის? რამდენი უნდა მივიღოთ? ნებისმიერი ვიტამინის შემთხვევაში ანუ ვიტამინის თუ დანამატით იგებს არსებობს 450 1000 მილიგრამი გაჩნია არა დანამატი პროდუქტს ამბობ პროდუქტი ნახე მე საქართველოს როგორც ეძახიან ყველა ერთი კვება ყველასთვის არ არსებობს მე ვინც მიყურებენ ტელევიზორში ერთი საერთოდ კვება ვცადე რომ გავაკეთო საჭმელის წინ ან თელი დღე ადამიანმა თავისი წონის გამრავლებული 0.5 გრამი ბოსტნეული თუ ჭამა 0.5 ადვილი და სამახსოვრებელი. თუ 100 კილო ადამიანი არის 100 კილოს ადამიანი ნახევარი კილო ბოსტნეული თელი დღის განმავლობაში თუ ჭამა შენ 250 გრამი მოგიწევს. არა 270. ხო. კი 270 გრამი თქვენ თუ ჭამე ბოსტნეული თელი წელი. სეზონურად დღეში. რაც სეზონურად მოდის? სეზონურია. D ვიტამინის რო ცალკე დავდო. დანარჩენი არც ერთი ვიტამინის ნაკლებობა არ გიქნება. თურმე რა მარტივი ყოფილა და ჩვენ კიდე არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. აი როგორი სასარგებლოა, ეხლა თქვენი რჩევა ჩემთვის პირადად. იმიტომ გავაკონკრეტულე ეს ყველაფერი ზოგს ადამიანს ესა ის ან ერთი საერთოდ ადამიანს თუ უნდა საერთოდ ჯამთელი ყოფნა თავის წონის 0.5 გრამი ბოსტნეული აუცილებლად უნდა ჭამა. თუ გინდა ეს კანის პრობლემები
თვალის პრობლემები, გულის, ქოლესტერინის, დიაბეტი იკურნება ყველაფერი. სეზონური ბოსტნეოზია, ლაპარაკი თუ ბოსტნეოზზე და ხილზეც. არა, ხილი იმდენად მე უფრო მომხრე არა ვარ ბევრი ხილების. აჰა, ამასაც ვილაპარაკოთ ერთი მაინტერესებს რატო. კი. ბოსტნეული ესე იგი. ბოსტნეული არის სეზონური ბოსტნეული. სჭირდება ადამიანს ბიოლოგიურად ჩვენი ნაწლავის ბაქტერია სჭირდება ფაიბერ ბოჭკო, რომელიც არის ბოსტნეულში არო ეწერია, ეს თუ ჭამა ადამიანმა არადროს არ ექნება ვიტამინების ნაკლებობა ადამიანს. და შესაბამისად ვიტამინების არ ნაკლებობა უკვე ნიშნავს, რომ ხარ მთელი და თავს კარგად გრძნობ. ბევრ საკითხში ყავს. არა მარტო ვიტამინის დაავადებების კურნალობა იწყება იქიდან. თვითონ დაიწყებს ჩვენი ორგანიზმი იწყებს აღდგენას. თვითონ აღდგენას აკეთებს. იმიტომ ჯარია ეგ შიგნით ჩვენი ჯარია, ჩვენი ბაქტერიები, იმას ვაძლევს ჩვენ ეს იარაგი და ეს ყველაფერი, რომ მიდი მიხედოთ ჩვენი პრობლემებს. B ვიტამინზე ხომ არ გადავიდეთ? გადავიდეთ რა. ამასობაში. ნუ კარგია, ხა ვიტამინებიც საუბრობთ და კიდევ რაღაცნაირად მოვიცავით სხვა თემები. კი. აუ რა ამბავია რა დაიმახსოვრეს. B1, B3, B5, B6, B7, B12. ეგ გვიძლი ნახე რა ხშირად B1. ეს გვიძლია საქონელის. კი ბატონო. ეხლა გდიახ გავაბრძოლოთ. B ჯგუფის ვიტამინი საჭიროა. B ჯგუფის ვიტამინი რას აკეთებს? გვაძლევს ჩვენ რო საჭმელი ვჭამ. ნებისმიერი საჭმელი რო ვჭამო. იმ ნაჭამის საჭმელიდან ენერგია რო მიაწოდოთ ჩვენი უჯრედებამდე. ჩვენი უჯრედებამდე ენერგია რო წავიდეთ და ჯანგბადის მიწოდებას აკეთებს. ანუ საჭირო ვიტამინია ძალიან და აგერ თქვენ რო ხედავს ქორწეულებშიც შედის, ძუგის პროდუქტებში შედის და თქვენ გაგიკვირდება ერთი რამე ყველა სურათში ნებისმიერი ვიტამინის სურათი რომოვა, იქ ბოსტნეული მაინცაა. ყველგან არის ბოსტნეული, ხო? გვირდებოდი. ბოსტნეული ყველგანა არ ბოსტნეულის გარეშე არ შეიძლება. არ შეიძლება. ჯოგი ადამიანი ბოსტნეული ვაფშე არ იგებს და ანუ ეს არ ვარგა. ესე იგი ეს ისპანახი როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა ახლა დავაკვირდი, ხო? კი. პაპა იშლერიკი არ იყო ისპანახში ჭამდა. ой, ხო, მართალია. კაი, ეს B ვიტამინი. ხო, ნუ ეს ძალიან ის არის, რა ქვია, მრავალფეროვანი რაციონიერი, პრინციპში ანუ 8 უნდა იყოს ეს ჯგუფი, 8 ვიტამინი არსებობს ამ ოჯახში. ეს საქსრების ზამთელობისთვისაც ჯოგი ანუ არ აძლევს ჩვენი მაიკროკონდრია რომელიც ენერგიით უნდა იყოს ეს ენერგიული იქ აძლევს B ვიტამინი. ხო ისე უენერგიობა იცის ხო B ვიტამინის B ჯგუფის არა B-მაც როგორც იცი B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა. რამდენიც გინდა საჭმელი ჭამე ენერგიაზე არ იქნები. თვითონ რაღაცა გინდა კიდე გინდა რაღაცა ტკბილეულის ჭამა გინდა რო ფიქრობს რომ ტკბილი ჭამო მაინც ენერგიით ვიქნები მაგრამ არა აქ პრობლემა B ვიტამინია. აი ხო ერთი შეკითხვა გამიჩნდა რა ძალიან ხშირად გამიგია რომ აი უენერგიო თვალსისუსტემა აქვს D ვიტამინს იმოწმებენ და მხოლოდ B12-ს. ამ შემთხვევაში მართალია თუ აი თლიანი ჯგუფი უნდა შევამოწმოთ. არა როგორც არის B1, B3, B6 როცა ანალიზი კომპლექს არის კომპლექსურია. ენერგია არ მიაწოდება თუ დაბალი იქნება B ვიტამინი. სხვაც თქვა აი B6, B7-დან B12 არ უნდა შევამოწმოთ. B12 არის ნერვოზული. ჩვენი ძალიან დეფიციტი თუ იქნება ეს ქელები და ის ცივი იქნება. ან შეიძლება ეს ორი თითი ანუ იგრძნოს დაბუჟება. ნებისმიერი ერთი ან ფეხის თითების დაბუჟება. ვერ მიაწოდებს ენერგია და სისხლის მოქცევა კარგი არ იქნება. აჰა, გასაგებია. აქაც ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ანუ მე რო უენერგიო ვიყავი და გავიქეცე D ვიტამინის ანალიზი გავიკეთე, თურმე აქედან დამეწყო ეს ყველაფერი, ხო მართალია? და აი B ჯგუფის ვისაც B ჯგუფის დეფიციტი აქვს, ხო, ასე ვთქვათ. რა არის ჯგუფს მიეკუთვნებიან, ხო, მადლობა. პრობლემები? ხო. ხო, აქედან იწყება ენერგიაზე არ იქნება ადამიანი, ნერვოზული სისტემა ლელა მერე დავიწყდება
ანუ მეხსიერების პრობლემა იქნება. ბავშვებს თუ აქვს B ჯგუფის ვიტამინის ნაკლებობები, ვერ დაჯდება, განვითარება ვერ ხდება, ანუ გონება იქნება გაფანტული, დაჯდება, უყურებს, მაგრამ არ სხვა რამეა twin-ში. ეგეთი სიმპტომები აძლევს. ორგანოების ფუნქცია არ იქნება კარგი. რა ორგანოების კონკრეტულად? ნებისმიერი ჩვენ რეპროდუქციული სისტემა პრობლემა იქნება, გულის ფუნქციები კარგად არ იქნება, ჯანგბადი ვერ მიაჭოდება. რას თავარია ჯანგბადის ტრანსპორტირება. უკაცრავად. ესე იგი, A ვიტამინის ნაკლებობას ავიტანთ, B-ს ვერა. ну кай სათვალეს გავიკეთებ ბოლოს და ბოლოს. რატო ჭამებოს უფრო საჭიროა. ხო, მაგრამ წამენ მთელი 5 გრამი ბოსტნეული და ამასაც არ იქნება A ვიტამინის იქნება. ერთი დარჩება D ვიტამინი მარტო. აუ, всё, ჩაუждები ახლა მე უკვე იმას რა ქვია, ბოსტნეულს გავედი საძოვარზე. და აი მივადექით ყველაზე პოპულარული საქართველოში ძალიან პოპულარულია D ვიტამინის. პოპულარული ეს ჰორმონია საერთოდ. კი ბატონო. ეს ჰორმონია და D ვიტამინი. რა კი ბატონო, პირველად მესმის. მე არა, მე ვიცოდი, ეს არ არის ვიტამინი, ეს არის ჰორმონი, ბოლოს ჩვენ დავარქვით D ვიტამინი, ხომ ასე? კი, ჩვენ არა, ნუ ესეა, ვიტამინია, მაგრამ ეს ანტიკიბო არის. კიბოსაწინამდგო D ვიტამინია. პრევენციისთვის, ანუ ადამიანის თუ ცხოვრებაში არადროს არ დაუკლდება D ვიტამინის რაოდენობა, იმ ადამიანის სხვა ადამიანის იმაზე კვლევებია ჩატარებული, რომ შემჩირდება ბევრად ნებისმიერი დროს ამ კიბოს რისკი. კი, ონკოლოგიური და ეს ანტიოქსიდენტიც არის, ასაკის საწინააღმდეგოც არის. თუ D ვიტამინის ნაკლებობა იქნება, აქედან იწყება პრობლემა ძერ. თავის კანი, ეს ფსორიოზი, თავის, ანუ თმის ჩვენა, თავის ფსორიოზი, თვის ჩვენა. კანის ფსორიოზი, ეგზიმა. კი, მე მაქვს ფსორიოზი და ამიტომ მქონდა ესეთი რეაქცია. ხო, ნიტო კანი ის არის. ჯოგი ფიქრობს რომ მე მზეზე დავსდები და ეს მზე გვადრე, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნებ კარგად აგვიხსნათ, ხო, რომ აი რამდენად ხო, მივეფიცხეთ მზეს და მივიღეთ D ვიტამინი. მივიღოთ D ვიტამინი. არა, მზისგან 1 საათი 1 საათი ყოველდღე, როცა დიდი ორგანოები ტიტველა უნდა იყო, რომ დაჯდე ადამიანი. რომელიც არავინ არ დაჯდება. ოღონდ რა დროს? დილით ადრე 11 საათამდე. როცა მზე არ არის მავნე. როცა შეიხლუკები, ანუ. ხო, ეს UV სხევები, მერე ცუდიცაა. მაგრამ ეს არ უნდა იყო კრემები გაკეთებული. დამცავი არ უნდა იყო. იმიტომ დამცავი თუ არის, ვერ შევა. შიგნით გამოკეთდება ეს მერე D ვიტამინი. ჩვენი გვიზლი და მაგის ტრანსპორტირება ეს იკეთდება. და 1 საათი მზეზე არავინ არ ძის. იმიტომ პანდემია D ვიტამინის ადამიანი ყველა აქვს და მაგის ნაკლებობა, ბავშვები, დიდები, მოხუცები. და დეფიციტი არის 20-ის ქვემოთ, ხო, როგორც ვიცი? და 30-დან 100-მდე არის ნორმა. 30 უნდა იყოს მინიმუმ. 25-26-იც უკვე იმაშია ითვლება, ხო? 30-ის და არც 100-ის მაღლა არ ვარ გავაბად, ხო? მაღალიც არ უნდა იყოს. იცი რა არის? ძალიან ტოქსიკურია. ზედმეტიც ტოქსიკურია ეს D ვიტამინი, ტოქსიკი იქნება. მაგრამ იქამდე არ D ვიტამინის რთულია იქამდე მისვლა ვერ მისდა. უფრო შავკანიანი ადამიანები უფრო პრობლემაშია D ვიტამინის ნაკლებობაში, იმიტომ ეს მელანინი აჩერებს, ვერ შედის კარგად. რას კანი შავია, მუქია, უფრო დეფიციტი არიან იმ ქვეყნის ადამიანები, როგორც ინდოეთში უფრო დაბალია, ყველას აქვს დეფიციტი და მე მუქი კანად ვითვლები და ხო, მაგრამ D ვიტამინის დეფიციტი არასდროს არ მქონია მაინც. რა იცი? გაიგეთ, არის, კი ბატონო, მაშინ რამდენი გქონდა? არ მახსოვს რამდენი მქონდა, მაგრამ ნორმაში იყო, ზუსტად არ მახსოვს. როგორ მივიღოთ D ვიტამინი ჩვენს ორგანიზმში მზის გარდა და რა დოზები არსებობს ან დღიური რა ნორმა არის? ეს საჭმელები რო არის იმაში, როცა ადამიანი დეფიციტში იქნება, თევზი და კვერცხი წამით არადროს არ მიიღებს იმ დონეზე ვერ წავა თუ დეფიციტში ადამიანი. ეს არის ერთ-ერთი ვიტამინი, მე ყოველთვის ვეუბნები ადამიანის მაგის დანამატი არსებობს ფორმა. და ყოველთვის მიცემულია ექიმის გამო 500
international unit ითვლება მაგათ IU ეჯახიან 500, 600, 1000, 2000, რომელიც საკმარისი არ იქნება. მაშინ მთელი ცხოვრება ეს ადამიანი უნდა დალიო. მინიმუმ 5000 მაინც უნდა დალიო ადამიანმა 3-4 თვე რომ დღეში? დიახ. მინიმუმ რამდენი ბოდიში? 5000? 5000 დღეში. დღეში, ვისაც დეფიციტი აქვს, ხო, ანუ 20-ის ქვევით. 35-40000 კვირაში რომ გამოვიდე. აჰა. კვირაში ვისაც დეფიციტი აქვს. 40000 მინიმუმ მიიღოთ, რომ იმისგან მოსული პრობლემები თმის წვენა, დეპრესია, ამის ნაკლებობამ დეპრესია იცის. უძილობა იცის, გამე ვერ დაიძინებს, გულის რო ძინავს, გულის დარტყმები რო ესმის. თვითონ თავისი გულის დარტყმა რო გესმის. D ვიტამინის ნაკლებობა უკან მოვიდა, ოფლი მოვიდა უცბად. აქ ოფლი მოდის, ერთი ადგილზე ოფლი მოვიდა. ეხა ანუ ხო არ გადავემოწმო, იმიტომ რასაც ყვები, ანუ საკუთარი თავი ამოვიკითხე, ეხა ძალიან ბევრ სიმპტომში თმის წვენიდან დაწყებული, უძილობით და გოფლიანობით და ყველაფერი. ხო, ანუ ერთი ადგილზე შეიძლება აქ მოვიდე ოფლი, სხვაგან არის. უკან მოვიდე, ერთი აქ მოვიდე, ეს D ვიტამინის ნაკლებობა კი არის, იქნება იმენა შეიძლება დაბალი დეფიციტი. ასე ინტერესოა. და აი თქვათ სიტყვაზე მაქვს ნორმა. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკვებით აი ახლა რაც გვაქვს აქ ეკრანზე ამ საკვებით შემიძლია შევინარჩუნოთ თუ ასევე რაღაცა დოზა უნდა მივიღო ყოველდღიურად და თუ ნორმა არის, მაშინ ჩემი ფავორიტია კვერცხი, გულიანად. 4-5 კვერცხი გულიანად ყოველ 4-5 დღეში? კვერცხი სასარგებლოა ძალიან, არ არის ბევრი. არა, არ ვიცოდი. მე 10 ვჭამდი. მე ვჭამ ბევრს. კი. ოი, არ ვიცოდი. და რაც უფრო ასაკი გემატება, მით უფრო კარგია, რომ კვერცხის დოზა მოვამატო, ხო? მე როგორც ვიცი. გულიანად. გულიანად, რა თქმა უნდა. კი. და რა შეიძლება ცხიმი, მეტი. მოხარშულ მდგომარეობაში უკეთესია ალბათ? ერთია, სულ ერთია. მთავარია კვერცხი მივიღე. ზოგი ეძახიან მოხარშული ჯობია, სეწვაში რაღაცა გაფუჭდება არა. კარაქში ან ჯეთუნში უნდა იყო გაკეთებული, არა სემიცკის რეფინირებული ჯეთი, მაშინ მზეს უმძირეს ჯეთი არ ვარგა რეფინირებული. რაფინირებული, კი ბატონო. არ ვარგა, დანარჩენი თევზი და იმ ყველაფერში ხაჭოში შედის, ეს ყველა პროდუქტი უნდა იყო კვებაში. და რეფინირებული ნახშირწყლების რაოდენობა უნდა სიამციროთ, როგორც ცომეული. როცა ვიგებს ჩვენ უფრო მეტი ცომეული, ეს ვიტამინის კომპლექსი A-დან დაწყებული K-მდე ქვევით მიდის. იმიტომ იგივე ჩვენი ბაქტერიების კუცნაწლავის ბაქტერია რო არის, იმათ ეს რეფინირებული საჭმელი არ მოსწონს. აი, რა საშინელებებს ჭამ ახლა გამახსენა და შემწყოცა. მეც. ისე იგი. ანუ ცომეულთან გვაქვს, ხო? აი, საქმე, ხო? ამ შემთხვევაში. აი, ესე ყველაფერი მე რასაც ახლა ვისმენ, რას ვისმენ, მაგრამ ცოტა ხანია ვსაუბრობთ, ჩვენი ბაქტერიების დამსახურება, ჩვენი კარგად ყოფნა, კუჭნაწლავის ბაქტერიების დამსახურება რეალურად, ხო? 5000 წლის წინ ხო არსებობდა ინდოეთში აიურვედა. კი ბატონო. აიურვედა, იქაური მედიცინა, იქ ვიტამინები თართულია. ერთი გადაცემა მაგასაც უნდა მიუძღვო. აუცილებლად. ანუ იქ აიურვედაში ვიტამინობა არ არსებობს. ადამიანის სიმპტომია, ეს როგორც თვლით, თვალი პრობლემა ისაა, პირდაპირ არსებობს, მოდი ჯერ დავიწყოთ კუცნაწლავიდან. აჰა. და კუცნაწლავს ასტორებენ, მე ნელ-ნელა ის ვიტამინობა, ეს ვიტამინის პრობლემები თვითონ დალაგდება, იმიტომ იგებს აქედან მიდის. ჩვენი სიცხლში რო წავიდე ნებისმიერი ვიტამინი, მინერალი აქედან წავა. საიდან წავა სხვა აქედან იღებს. აქედან მიდის და ეს უნდა იყოს კარგი. მან კარგი მანქანები ვითვართ რა. ნუ ეგრე არის ხა მექანიზმია. მანქანაში ზოგი ადამიანი ისე უყვარს მანქანა, სუპერჯეთი, ანუ ბენზინი უსხამს და თვითონ ჭამს რეგულარს. რეგულარს. ხოდა იქაც სუპერ საჭმელები უნდა ჭამო. თურმე ადვილია ყובה, ყველაზე ადვილია. ზოგი თulis ვაი მე ხლა ეს არ შემიძლია. არ შეიძლება 0.5 გრამი. ბოსტნეული აი რა არის, არაფერი არ არის. ხორცი და კარგი ცხიმები, თელი დღე ეს არის იქ კარგი ცხიმები რას ნიშნავს? კაკალი, ნუში, ჯეთუნის ჯეთი, თევზი, ჯანსაგი ცხიმები, კარაქი, ერბო. აი კარაქი სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი თემა მგონია, იმიტომ რომ
ეხლა ახსენეთ, რომ ჯანსაღი ცხიმია კარგი, თუმცა მომისმენია მოსაზრებები, არა ექიმების და თქვენგან რა თქმა უნდა არა, მაგრამ აი ესე მსმენია რა, მეზობლებისგან, მეგობრებისგან, კარგი არ არის კარგი, ქოლესტერინისთვის არის ძალიან ცუდი. როგორც ვიცი, მითია? დიახ, ნახე, ქოლესტერინი დაიტრი ანუ რომელიც ჩვენ ჭამს საჭმელიდან ცხიმი. ის ქოლესტერინი არ უმატებს. ეს მითი კი არა გაუგებრობაა. კარგი ჭამი რამდენიც გინდა რეალურად. როცა ჩვენი კუჭი, ნაცლავი და გვიძლი აკეთებს ქოლესტერინი. თუ ცომეული საჭმელი თელი დღე მისცემს, კაი, მოდი ესეთ დავთვალოთ, რომ 0 ცხიმი წამე ყოველ დღე. ხო. ნაკშირი წყლებია ეს პური, გერკულესი, პასტა, მაკარონიზე რომელიც ადამიანი არის. მაგასი ქოლესტერინი წავა ძევით და ერთი ადამიანი დავაკენოთ ბოსტნეული და თელი დღე შეიძლება მწვადი ჭამო, ორჯერ ჭამო მწვადი. მაგისი ქოლესტერინი და წონა დაუკლდება და რომელიც ჭამს ვითომ ეგრეთ წოდებული კარგი საჭმელი, გერკულესი, ფაფა, მაკარონი, აი რაღაცა ეგეთი საჭმელი, მაგათი ქოლესტერინი ძევით წავა. ესე იგი რა მაგარია ბავშვობაში მთელი ბავშვობა რაც მესმოდა ყველაფერი არის უხუმა აბსოლუტურად არა ის ყველა ადამიანი მაგალი ქოლესტერინი მუქლების ტკივილი უძილობით დადიდგეს კი ბატონო კი ბატონო ჩვენი პრობლემა რეალურად ისევ მივალ იქ რომ განსაკუთრებით ქართველების არის კუჭნაწლავი ჩვენ რასაც უშვებით ამ საწყალ ორგანოებს 2 წელია უამრავი მესიძები ყველაზე დიდი პრობლემა აქ არის კუჭი. ეს საჭმელი ჭამის მერე ეს იოგას ის პრობლემა რო არის. ეს იგივეა, იქ ბაქტერია არ არის. კუჭში არ არის საკმარისი მჟავა. საკმარისი მჟავა და ბაქტერია. არ გადამუშავდება საჭმელი. და ეს უკან მოდის და შო ვიტამინების დეფიციტი იქნება, იმიტომ ვერ წავა. და ჩვენ შეგვიძლია რომ კვებით ვუშველოთ კუჭნაწლავის პრობლემას? კვებით არის მაგი ქორნეულობა, აბა მაგი წამალი არ არსებობდა. ესე იგი D3 ეგრეთ წოდებული D ვიტამინი იმდენად პოპულარულია ჩვენთან, რომ C-ს გადავახტით და რა დაგვიშავა C ვიტამინმა? ეხლა C ვიტამინი საჭირო, ძალიან საჭირო, კი ბატონო, ყველას თან უფრო მეტი გოგოები ეს რომ რასეჯა კოლაგენი, რამდენი პოპულარულია. აი ესეც საინტერესოა. კი ბატონო, პოპულარული ძალიან კოლაგენი გახდა, მაგრამ კოლაგენი დალევა არაფერი არ შვება, სანამ C ვიტამინის დაბალი იქნება. ერთით, ესე იგი ეს საცხები, რომელსაც ყიდულობთ და ძალიან ბევრ ფულს ვიხდით თამაში და კოლაგენს შეიცავს, რომ გვეუბნებიან, არაფერს არ აკეთებს, თუ არ მივიღეთ. კოლაგენი არის პროტეინი. გასაგები. პროტეინია. გვიძლი აკეთებს. C ვიტამინის ნაკლებობა, რო იქნება ადამიანის ორგანიზმში, სინთეზი არ იქნება მაგისი. არ გამოკეთდება. კანი იქნება მშრალი, უფრო მეტად მოვა ნავჭები, ოქსიდაცია კეთდება. რკინა, როგორც გარეთ არის წვიმაში რკინა. ხო, დაჯანმდება გარეთ. კი ბატონო. ეს არის oxidation, ამას ქვია oxidation. ანუ დაბერის პროცესია. და თქვენ თუ C ვიტამინი ციტრუსის, ანუ C ვიტამინის რაოდენობა კარგად რო იქნება, გვიძლი თვითონ მიხედავს ამ კოლაგენს, თვითონ თავის საქმეს გააკეთებს. ესე იგი ძირითადად ციტრუსი გვაქვს. არა მხოლოდ. არა, ბოსტნეული აქაც მოვა. კი, ხილი ბოსტნეული. ესე იგი ტკბილი კარტოფილი თურმე ყოფილა თითქმის ყველა ვიტამინში. კიდე ნუ ინტერნეტიდან მიგებულია ეს სურათი. აქ ეს კარტოფილი მე იმდენად არ ჩავსვამდი. კი ბატონო. კი, კარტოფილი იმდენად თან თეთრიც არის. ხო, ორივეა. ტკბილის და თეთრი. იცი რა არის 20 მილიგრამი კი შედის C ვიტამინი, მაგრამ სახამებელად შედის. სახამებელი, რომელიც ჭამის მერე სწრაფად მიდის სიცხლში გლუკოზის რაოდენობა და მეორე საჭმელი კიდე გინდა. კიდე გინდა უფრო საჭმელი. და აი რას უზრუნველყოფს C ვიტამინი ჩვენს ორგანიზმში? ანტიოქსიდენტია, ოქსიდური სტრესი. ადამიანის დაბერების პროცესი, anti-aging, ყველა anti-aging კრემები რო იქიდება, საიკითხეთ C ვიტამინია. კი, დავკვირვები ვარ. კი. იმ კრემს ჯობია C ვიტამინის რაოდენობა, ანუ ყოველ დღე გავზარდოთ ორგანიზმში. 0.5 გრამი. ხო. ისე იქ მივდივარ მე. ყველა სულმან მივალთ, ხო მე მგონი. ბოლოსი იქ მივალ. იქ მივალ 0.5 გრამი წონის მიხედით თუ დღეში ჭამე, თქვენ
ნახე მე სარკესი თქვენ სამთვეში სხვა ადამიანი გახდები. აი მერტო დღესვე უნდა დავიწყო. ადამიანი თუ უყურებს ვინმეს თუ არის ტიპი 2-ის დიაბეტი, მოდი წამე 0.5 ბოსტნეული მერე მიაკოლე საჭმელი წამის მერე იარეთ. შო, ეგ არის მაგის მე მიაყოლე საჭმელი რაცა მე რაც მინდა ვჭამო კიდე ხორცები რაღაცა მივა მათო. თევზი, ნებისმიერი რამე სხვა საჭმელი ხო გინდა მერე? კი ბატონო. ეს ჭამეთ. აუ იცით რა მაინტერესებს? აი მაყურებელსაც რომ აუხსნათ და ძალიან მაინტერესებს, C ვიტამინის ნაკლებობა გვაქვს თქვათ. რა სიმპტომებში გამოიხატება ეს? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ შეიძლება C ვიტამინის ნაკლებობა იყოს? გაშრება კანი, ნადრევი ნავჭები მოვა. ადამიანის იგივე ერთი კიდე სიმპტომია, კბილის გახეხეს დროს სიცხლი მოვა. ой, მართლა C ვიტამინის ნაკლებობა. C ვიტამინის ნაკლებობა მიცის გრძილებიდან სიცხლე. გრძილების პრობლემა. ბავშვებსაც რო სიცხლი მოდის. ეს C ვიტამინის ნაკლებობა. ფრჩხილი და თმა არის რამე კავშირში C ვიტამინთან? კი, ანუ საერთოდ ოქსიდური ყველგან იქნება მაგის დარგმა, თმადან დაწყებული ფეხის სხილამდე. აჰა, გასაგებია. თმის ცვენა, რომელიც უკვე ახსენეთ. და აი თქვათ სახლის პირობებში არსებობს რაღაც C ვიტამინის მიღების ფორმა მაგალითად ციტრუსები, ყველანაირი აგერ ბულგარული და 0.5 გრამი ბოსტნეული. საბოლოო ჯამში ისე მივიდივართ 0.5 შენი წონა გაამრავლე 0.5 გრამზე. დღეში მაინც უნდა წამო იმდენი თუ გინდა ბევრი პრობლემის კურნალობა. თუ არა გაქვს დღეს არაფერი პრობლემა, ხარ 15-20 წლის, ანუ ხალგაზრდა ადამიანი, შეიძლება 40 წლის, არაფერი არ გაჩუქებს. თელი დღე მაინც წამე იმდენი. ხო, რომ არ შეგაწუხოს სამომავლოდ მე და იყო დაალაგებულად. ანუ კიდე ერთი აი ხა ყურში ცუდად მომხვდა კი არა რაღაც მენიშნა კარტოფილის თემა. ძალიან მიყვარს კარტოფილი და ბევრ ადამიანს მე დარწმუნებული ვარ და მიირთმევს ისე. კი, სემჭვარი კარტოფილი. ყოველთვის შემიძლია ვჭამო? კი. კი თუ არა? არა, კარტოფილი არა. კარტოფილი, ნუ ჭამა ეხლა კი ბატონო, ჭამს ადამიანი. არ მაგნებს, ანუ ცუდი არაფერს არ მიზავს. არა, წონის მომატება, ინსულინის რეზისტენტობა და ეს თეთრ კარტოფილზე ალბათ ლაპარაკი. თეთრი, ანუ კარტოფილი. ცოტათი რთული გადამუშავდება, ცოტათი. ბოლოს, ნუ ერთი ის არის. ის არის რა. ნუ ცოტა ეს კბილი კარტოფილი რომელიც ჯვირია, ეს ცოტა კომპლექსური ნახშირი წყლებია. ცოტა ნელა გადამუშავდება. ცოტათი უკეთესია. მაგრამ თუ სხვა ალტერნატივები გვაქვს, ის ჯობია ვიდრე კარტოფილის მირთვა. აი აქ ვერ დავინახე, შეიძლება არის დამნებები, რომ ხედავ კოჭა, ჯინჯერი იგივე. ხო. როგორც იცით, C ვიტამინი მანდ ძალიან ბევრი არის ჯინჯერში და C ვიტამინი საერთოდ ანტიოქსიდენტია. სხეულს უმატებს მაგისი, ანუ დამცავი, რომ ვირუსები და პარაზიტებმა არ შემოვარდე. ჯინჯერი, კურკუმა, ეს არის ბუნებრივი ანტიოქსიდენტები, რომელიც კვებაში უნდა იყოს ადამიანის. აჰა, გასაგებია. გადავიდეთ შემდეგზე? E ვიტამინი გვაქვს, მე მგონი შემდეგია, ვნახოთ. კი ბატონო. აქაც ეს შირია, ხო? შირი. ხილეული და ნუ ყველაზე კარგი ამ შემთხვევაში არის მზის უმზირა. ეს E ვიტამინი იქ კარგი რაოდენობით შედის. თან იაფი. კითხვა მაქვს. დიახ. წარმოდგენა არ მაქვს რა იწვევს E ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში. E ვიტამინის ნაკლებობა მე რო არ დამავიწყდე, მინდა თუ ვინმეს ბავში ღამე დღეს პრობლემაა ბავში რომ ვერ მიდიან შარდვისთვის, ანუ ძილშივე შარდავენ ლოგინში. ესეთი ბავშვისთვის აუცილებლად უნდა შეამოწმო E ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება იყოს ბავში იმიტომ ბევრი მესიძებია. იმდენი მესიძებია. კი. ანუ გამოფხიზლებაში უშლის ხელს თუ რა? ანუ რატო ხდება? ჩვენი ორგანოების synchronization. სინქრონიზაცია. კი ბატონო, E ვიტამინი. კანის ხარისხი, თმების ხარისხი, E ვიტამინი ერთ-ერთი საჭიროა და რო ჩვენი ორგანოები, გული და მე ყოველთვის ბავშვებსაც და თვითონაც მზის უმზირა ვაძლევს, რომ
მაგისი რა ძეთი უცნაურია. ნახე მზის უმძირას ძეთი იმდენად არ არის სასარგებლო. რამდენადაც თვითონ. ტემპერატურა ჭირდება რომ აქედან ძეთი ამოიღოთ. ხილების ძეთი უფრო კარგია. ქოქოს ძეთი ზეითუნის ძეთი, იმიტომ ხილია, ხილიდან ამოგებული ძეთია და თესლები რამდენიც არის, გინდა სიმინდია, გინდა მზის უმძირა, მაგისი ძეთები უფრო ანთების პროცესს იწვევს ჩვენი ორგანიზმში. ანთება უფრო მიდის მაგლა. და მე მზესუმზირა მთელი ცხოვრება მესმის რომ არ არის კაი რატო ჭამ მზესუმზირას რომ თქვაში შეგიშლის ხელს ისა ესა. ამიტომ სასარგებლოა რეალურად. თვითონ მზის უმძირა. გული. თვითონ მზესუმზირას. გული, თვითონ გული კარგია. ნუში, კაკალი, აი ნახე როგორც უკან თხილია. კი ბატონო, თხილი. მიწის თხილი. ანუ ნუშის იგივე ალტერნატივა, ცოტა იაფი ალტერნატივა, მაგრამ ზოგ-ზოგი ადამიანი ალერგიულია მიწის თხილზე, კი ალერგიული ხილია, მაგრამ ვისაც უხდება ინდოეთში გარიბების ნუში ქვია მაგას. რა ქვია? გარიბების ნუში. ნუში. ანუ იგივე ყველაფერი შედის, რას ნუშია. მართლა? დიახ, დაძე უფრო მეტი პროტეინია. მიწის თხილში? მიწის თხილში. უფრო მეტი პროტეინია ვიდრე ნუში. მაგრამ ნუში ძვირია. ხო. და ყველას არ აქვს შესაძლებლობა რომ გადასარევი მიწის თხილი მივაწერთ ალერგია აქვს რომ შეიძლება ძალიან ცუდ გამდენილდეს. კაი, E-ვიტამინი რას იწვევს ორგანიზმში? გასაგებია, ანუ გულის პრობლემები არის, კანის პრობლემები არის. და თუ ნორმაში გვაქვს ეს პრობლემებიც არ ვიცით კი ბატონო და ნუ თვალის ფუნქციები, კატარაქტები, ვისაც კატარაქტები ხო იცით თქვენ კატარაქტის პრობლემაც, ანუ E-ვიტამინის საკმარის დოზის მიგების დროს ძალიან შემცირდება კატარაქტების დაგროვის პრობლემა. კი ბატონო. მე რა ვარ დამაწყეს ვიკითხავ რა, ის ბოსტნეულზე ბევრჯერ ვახსენებთ რომ 0.5 ჩვენს წონასთან რა ფორმით მიღებაზეა საუბარი, ცოცხლად აუცილებლად თუ შეიძლება იყოს თქვათ გრილზე, არა, აი გრილზე მომზადებული შეიძლება მე მგონი, ხო არ კარგავს. თუ არის ყველაზე საუკეთესო, მაგრამ ყველა ორგანიზმი ვერ იგებს, იბერება და ორთქლზე შეიძლება, გრილზე შეიძლება ბავშვისთვის შეიძლება ფაფა გააკეთო, ანუ ჯერ გრილზე გააკეთოთ და მერე დავაბლენდეროთ, ცოტა პილპილი, მარილი. არ მოხარშოთ და არ შევწვათ. და არ შევწვათ, ხო. ორთქლზე გააკეთე, მერე იმას დააბლენდერეთ და იმ ბავშვებს პატარა ბავშვიც რო არის, რომელიც საწმელიჯერ არ აჭამ. მაგასაც კოზით შეიძლება იმ ფაფების მაგივრად შეიძლება ეს ფაფა რო აჭამო ბავშვს. იმ ბავშვს მე ეს პატარა ბავშვების ყოველთვის პრობლემა, კუჩის შეკრულობის პრობლემა და იმიტომ ბავშვების საწმელში შედის მელტოდექსტრინი. ერთ-ერთი ნივთიერება, რომელიც მიგებულია უშაქრო ეძახიან, იმის გამო კონცენტრაცია და ტკბილი ბავშვს ხო უყვარს ტკბილი. იქიდანვე მე ყველა ბავშვი, რომელიც პრემექსზე არის ნუ დედის რძეზე არ არის, ეს უფრო ფულფულა გახდება. ანუ იმ საწმელზე, ყოველდღე ქელონური საწმელებზე უფრო ჩანს, რომ ვითომ ყველაფერია ვიტამინი და ფულფულა ბავშვია. ერთი წლის მერე ეს ბავშვი ბუნებრივი კვებაზე რომ მიდის, ეს ჩაიფუშება ზერ ერთი. მეორე იმას შეიძლება ყველა საწმელზე დაიწყოთ ალერგიები. გასაგებია. იმიტომ იქ მიეჩვიათ. ხო, მიშოვლი არ არის ორგანიზმი მერე უნდა ცადო რომ თუ არ ახდედა შესაძლებლობა, ზოგს არ მოდის რძე, ცადოთ რომ ბუნებრივი საკვებით. ბუნებრივი. შეიძლება ბავშვი მალევე ახლოს არის, ანუ რძეა იქ ისიც. და ზოგი რძე არის ვირის იმით გაკეთებული რძითაც. ძროქის რძე თუ არის ძროქი, რომელიც მინდორში დადის, მესამე თვე, მეოთხე თვე კი, მაწონი, მაგრამ ბავშვისთვის მაწონი არა, უფრო ძროქის რძე, რომელიც ბალახობს, ის რძე შეიძლება არ მოუხდე პირდაპირ, მე იქ შეიძლება ცოტა, ანუ 50-60% რძე და 30-40% რო შევასუბუქო, ცოტა წყალი დაამატო, უკვე მიეჩვიება ბავშვი იმ რძეზე, ანუ ბუნებრივი კვებაზე გაიზარდება იყოს კარგი, ნატურალური, ხო მართალია? იქნება, კი ბატონო. კაი, სოფელზე და არა იმ ბავშვის იმუნიტეტი იქნება მაგარი.
გასაგებია. რომელიც გაიზარდა არაპრემექს ბუნებრივი. პროდუქტებით. გასაგებია. კავიტამინი დაგვრჩა, ხო? მოვედით კავიტამინი. აი, კავიტამინის წარმოდგენა არ მაქვს რა ეს არის. ჩია თუ რა? ალბათ. გემრიელი რაღაცები კი ყრია ყველგან. ახაც ბოსნეულ. ისიც არის ჭარხალი. ხო. კი ხო. ბატონო. ნუ ჭარხალი ზოგადად ძალიან სასარგებლოა, ხო? მართალია. ჭარხალი და გოგრა, ხო? გოგრის თესლი. გოგრის თესლი. კი, მაგნეზიუმის, ბუნებრივი მაგნეზიუმის ერთ-ერთი ყველაზე ესა, ნუ კარგია. და რაც შეეხება ჭარხალს, ჭარხალი ჭამის იმის მერე ნიტრიკ ოქსაიდ იმატება ჩვენი სიცხლში და უფრო რბილი იქნება ძარღვები. რა მაგარია. ჯანგბადი უფრო მეტი წავა. ყველგან თმა, ანუ დაწყებული ფეხიდან აქამდე უფრო ფართო იქნება. რა ფორმით უნდა მიიღო ჭარხალი? ჭარხალი წვენი უნდა დალიო, საუკეთესოა. და რა გავხეხეთ ჩავშუშეთ დაფაზე. კი, ანუ გავხეხეთ, ანუ იცით შეიძლება მე გრილზე ეს გავამშრალოთ და ფქვნილი გააკეთო, რომ ადვილი გახდე. მე იმ ფქვნილს ყოველდღე წყალში შეურეთ. მართლა? აუ, ეს არ ვიცოდი. ანუ გრილზე გახეხილს. ხო, იმიტომ ჭარხალი ჭამის მერე, ანუ ადამიანი რო ერთი თვე ჭამს ყოველდღე ჭარხალი ან ჭარხლის წვენი, პირდაპირ აქ რო გამოჩდება ეს წითელი გახდება, იმიტომ ყველგან მიოცეთ წავიდა სისხლი ყველგან გიჟივით. იმიტომ ნიტრიკ ოქსაიდ უმატებს ძევით. გულისთვის კარგია, კაცების ჰორმონებისთვის კარგია. ჭარხალი. და კავიტამინს რა შეეხება, ეს ტრანსპორტირებას აკეთებს, რომ კალცია. კალცის ეს უკვე გუჯლშია. იქ არის, როცა ადამიანი იგებს ეგეთი პროდუქტი, სადაც არის კალცია. მე იცკებს ეს თავისი საქმე, რომ მაგი ტრანსპორტირება გააკეთო საჭირო ადგილებში. ამას დააქვს ესე იგი. ის რომ დადის ეს არის? ხო, საჭმელში რაც არის კალცია, რო წავიდე თავისი ადგილზე. და ეს რო დაბალია ან დეფიციტში ადამიანი, მერე მიდის პრობლემა, ანუ კალციფიკაცია ხდება. კალცია შეიძლება თირკმელებში გაჩერდე. ხო, ან ვერ გავიდა და სადღაც უნდა ჩაგროვდეს მაგრამ. ხო, კავიტამინმა ვერ დაეხმარა, სადაც უნდა იყო. ძარღვებში, გულის და გულის შეტევა ხოლესტერინით კი არ მოდის. გულის შეტევა მოდის კალციფიკაციით. კალცი კი დააბლოკავს. და იმიტომ D ვიტამინი K-თან რომ ეს დაეხმაროთ მთლიანი სისტემას, რომ ეს გულის ჯანმრთელობაც ანუ D ვიტამინი K-თან მიგებული იცავს ადამიანი რომ კალციფიკაცია არ ხდება ძარღვებში. D და K. გულისთან რომ მიაწოდოთ ჯანგბადი და სიცხლი კარგად. იცით რა, კიდევ ერთი რაღაც გამიგია, რომ ორსულობის დროს ტოქსიკოს, რომელსაც ახლავს გულის რევა, იწვევს ეს კავიტამინის ნაკლებობა და რამდენად მართალია? არა. ეს კავიტამინის ნაკლებობა არაფერი შუაში არ არის, პროსტა ჰორმონები იცვლება, პროსტა ის უკვე ერთი არ არის და ორია, შიგნით ბევრი რამე, იმაც საჭმელი ჭირდება, ფოლიკუს მჟავა ჭირდება და იმ როცა ფოლიუმის მჟავა. კი, როცა ბექძიმეა ხალი იმ დროს იწყებს იმ ბევრი პრობლემების იწყება იმ დროს კუჭის ანუ ფუნქციები კარგად არ მუშაობს. იმიტომ საჭირო ხდება ეს ვიტამინების ჩამონათვალი იმ დროს უფრო მეტი. იმიტომ საჭიროა ჯოგი ორს ჭირდება უკვე და აუცილებლად უნდა გასინჯო ეს დრო და დრო 9 თვე ნებისმიერი ვიტამინის ნაკლებობა ხო არა. ორსულობის ანუ მერე ზუსტად მერე ყველა ხალხს იწყება თმის წვენა. ხო, ყველას იწყება. თმის კბილების პრობლემები. კბილების პრობლემა, იმიტომ კალცია დაიკარგა, მუხლების პრობლემა დაიწყება, წონაში მოიმატება უცბად ეს ჰორმონები. რა შეიძლება მალე უნდა დაალაგო ეს ყველაფერი, D ვიტამინის ნაკლებობა ეს ყველაფერი, რომ დაალაგდება. ბალანსი უნდა აღადგინო ორგანიზმში, ხო? ისე ბუნებრივადაც თუ სწორკვებაზეა, 2-3 თვის მერე თვითონ ეს თმის წვენა ეს ყველაფერი გაჩერდება. მაგრამ ჯოგ-ჯოგი ეს იმიდან არ მოდის. ემოციებშია და რაღაცა
მაშინ ჭირდება დანამატის ფორმით ან უფრო სწორად კვების მიღება. ესე იგი არ ვიცი რა. ანუ ყველაფერი არის რეალურად კვებაზე დამოკიდებული და ანუ შეიძლება რომ აი ხა თავს ზალა დავატანოთ და უშუალოდ ჩემი წონა გავამრავლო 0.5-ზე, მივიღო ბოსტნეული ვიტამინები, საჭირო ბალანსზე დავაყენო და არ დამჭირდეს არც მედიკამენტი და არც კვლევები და ასე შემდეგ? არა. რეალურია ეს? რეალურია. დიახ. ანუ სწორად თუ იკვებები, ისე ოღონდ როგორც დღეს კი, ანუ მოვისმინეთ. ვიტამინების ნაკლებობა არ იქნება, კარგი ძილი იქნება, ადგები ენერგიულად იმუშავებს, პროდუქტიული იქნები. პროდუქტელი კარგად გონება იქნება კარგი, საჭმელი კარგი შეჭამ, ეგ არის. კი, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ რა. ანუ ადამიანები რომელიცაც არაფერი არ აწუხებს, მივხვდი რომ კარგია რომ სწორად იკვებო და პრევენცია გააკეთო ამ ყველაფერს. აი ადამიანები, ვისაც რაღაცა სნეულება გააჩნია და დაავადებები აქვთ. გულსის ძარღვთა სისტემის წნევა იქნება ეს კვება რო გეუბნები ბოსტნეული 0.5 გრამი ბოსტნეული წონის. რამდენი დაავადება სკურნავს ეს კვება. ანუ მაგალი ქოლესტერინი. ეს ადამიანის გულის ფრიალები რო ეძახიან, არასწორი დარტყმა, უძილობა, დიაბეტი, მეორე ტიპის დიაბეტი, გლუკოზის ინსულინის რეზისტენტობა, კუჭის პრობლემები, კუჭნაწლავის პრობლემები, ეს კაბჯობა, საჭმელის გადამუშავების პრობლემა, ფსორიოზი, ეგზიმა, თავზე ეგზიმა, ფსორიოზის პრობლემები. მე ეს მაგის საბუთი მაქვს მე რომ ეს იკურნალა ხალხმა. ჩემი ვიდეო კურებით ადამიანმა ეს პრობლემები იკურნალა. მე ისე კი არ ვეუბნები. ყველას შეუძლია იმ კომენტარებში წაკითხვა. მილიონი კომენტარია. თვეში 16 მილიონი ნახვა ჩემი ვიდეოებს. კი, ვიცით. ანუ საქართველოს დასახლებაზე 4-ზე მეტი ესე იგი ადამიანი უკურებს და უგზავნით ერთმანეთს. კი. და აქ ერთ შეკითხვასაც დავსვამ რა თუ შეიძლება. ჩვენ რამდენიმე ეთერის წინ ჩვენს გადაცემაში ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესო გადაცემა იყო ნამდვილად პანიკურ შეტევებზე და აი ეხლა რადგან თქვენ ხართ ჩვენთან სტუმრად, ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენთანაც დავსვამ რა ამ კითხვას, რამდენად კავშირშია აი ეს კვება, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. მარტო პანიკურ შეტევა მენტალური პრობლემა, სადაც ძალიან პრობლემატურია საქართველოში, არა მარტო საქართველოში. კი ბატონო, ხო, და არა, ზუსტად მან ვიყავი მეც ხო და აი რამდენად კავშირშია ეს ყველაფერი, რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მაყურებელს ამასთან დაკავშირებით? ეხლა ადამიანის მენტალის ძამთელობაზე საუბარი, ვისაც არ აქვს ეს პრობლემა, ძალიან ადვილია. მაგრამ ცხოვრებაში ეგეთი მომენტი ხდება ადამიანის ცხოვრებაში, რომ ეს ნორმალურია, ადამიანი პანიკური, ანუ შეეშინდა კიდეც ეს ყველაფერი, მაგრამ მაგისი საზღვარია. ეს რამდენი ხანი გაგრძელდება. ბუნება ჩვენ გვაძლევს მაგის ძალა, ანუ საჭმელით ფორმით, ეს ანტიოქსიდენტები, ეს საჭმელები, ვიტამინები, ეს ყველაფერი რო იქნება ბალანსირებული, კარგი ადამიანს იმ შემთხვევიდან გადმოვა. ეხლა ოჯახში რაღაცა მოხდა. ეს ადამიანის სტრესი იქნება. არ არსებობს ეგეთი რამე, რომ ადამიანმა სწორი კვება მიიღო და ეს სტრესი არ იყო. იქნება, მაგრამ იმ სტრესიდან მალევე როგორ უნდა მივიდე გარეთ ეს სწორი კვება, ეს ვიტამინები, ბალახეული, ერთ-ერთი ცნობილი ბალახი აშვაგანდა. სტრესისთვის. ეს აძლევს ძალა ადამიანს, რომ იმ პრობლემიდან მალევე დაუბრუნდე. ბუნებაში არსებობს ყველაფერი. ბოლო ვიცოდეთ. კი, უნდა იცოდეთ. ხო და ეს არის აიურვედა, რომელიც 5000 წლის წინ იცოდა ეს, რომ ეს როგორ უნდა ჭამო, როგორ ეს რო ანალიზებდა რაღაცები არ დაგჭირდა, რომ ადამიანი ცუდად არ გახდე. ეგ არის. და ისე ამ ხალხს ძალიან საინტერესო არის ამ ბალახსო დაუბრუნდეს, აშვაგანდა, ხო? დიახ.
რა არის და რა შვება საერთოდ? აშუღანდა. სად არის? ანუ ინდოეთი მოდის ეს აშუღანდა და საქართველოსიც იქიდება. ეხლა მეც დავიწყე ჩემი ახალი პროექტი, ბრენდია ჩემი. მეც შემოვიტანეთ საქართველოში ეს ბალახეული დანამატები, რომელიც ამ კვებასთან, იმიტომ ჯოგი მოდის ადამიანი, მომეცი წამალი ეს პრობლემა მაჩუქებს. ზენ მე ნახევარი საათი მინდა რომ აუხსნათ იმ ადამიანს სორ კვებასთან ერთად ეს დანამატი დაგეხმარება თქვენი პრობლემის ძირი, რომ დალაგდე. არა რამე წამალი, ანუ სცენარე რო არის ძევით, იმას მიხედო მაგის ძირიდან. ძევიდან არაფერი არ შველება მაგას თუ რამე პრობლემა. ძირსია პრობლემა. თავშივე თუ არ გამოასწორე? იქ უნდა წავიდე ჩვენ, რომელიც ბალახეულით და ბუნებრივი კვებით საკშივე არის შესაძლებელი. შეიძლება არ წავიდე ადამიანი წამალი საკიდლად. კი ბატონო, არის წამალიც რაღაცა დრო, რომ შეიძლება მაგის გარეშე ვერ იშველოთ ადამიანმა. მაგრამ სანამ დროა ადამიანს შეუძლია კვებით იქამდე არ წახვიდე. ძალიან დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებელიც აი ვერ წყდება ტელეეკრანებს და არ უნდა რომ დამთავრდეს ეს ნაწილი ჩვენი გადაცემის, მაგრამ სამწუხაროდ საერთოდ დრო გვეწორება პირველი ნაწილის და უღრმესი მადლობა, რომ აი ამდენი ინფორმაცია მოგვაწოდეთ ასეთი საჭირო და ძალიან ჩაფიქრებული და ვიცი, აი ყველაფერზე ვფიქრობ ერთად. ხო, ნუ სწორი კვება. აი რაღაცაირად ჟღერს ყოველთვის ეს სწორი მაგრამ ეს არ ეგონოთ ადამიანს სწორი კვება რთულია. ძალიან ადვილია. ყველაზე ადვილია სწორი კვება. აი ხო და ყველას ერთულება, ეხლა მეც კი რაღაცა სადღაცა იქ twinში უგან, აი სწორი კვება და უნდა ვიფიქრო და ბოსტნეული ცოტა რაოდენობით ხილი, ხორცი და ცხიმი. იმის იქით რა დარჩა? ანუ რთული სად ხედავს თქვენ კვებას მითხარით? ვერსად. რეალურად. კვება იქ ორი წუთი თუ გვაქვს დრო ერთ კითხვასაც დავსვავ რა. აი ხილზე თქვით, რომ მაინდა-მაინც რა ვიცი, სასარგებლო არ არის? არა, სასარგებლოა, ვიტამინებიც შედის, ყველა შედის, მაგრამ იცი რა არის? შაქარი მაინცაა. ანუ ფრუქტოზა არის. ფრუქტოზა ჩვენი მარტო გვიძლი უნდა გადაამუშავდეს ფრუქტოზა. კი ბატონო, ადამიანი ჭამს ხილი და მოძრაობს და რაღაცას აკეთებს, კი ბატონო, მაგრამ თუ ძი ხარ და ხილებს კვებაზე ხარ, ანუ ჭამს ფიქრო ზოგი ტრენდი მოდის ხანდახან ზაფხულში, საზამთროს იმაში ვარ. დიეტაზე. ტრენდი საზამთრო ჭამს. ანუ კი ბატონო, წყალია, ბევრია, მაგრამ შაქარი იგებს, თელი დღე ზედმეტი, არაფერი წონა მაგით ვერ დაიგებს, ვერაფერი. შაქარია. არის მოცვი კარგია, ანუ კენკროვანი ლიმიტირებული ხილი, კი ბატონო. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ. გაიხეთ. აქ ეთერში გემშვიდობებით, მაგრამ ვიდეოების ყურებას გავაგზავნებთ ისევ. წარმატებები. გაიხეთ.